მოგესალმებით ეთერშია დასოტევი საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიავა გაგაცნობთ. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, 2026 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დასაფინანსებლად 3,5 მილიარდ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში დაგეგმილია პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაც შეეხება თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას. ამ მიმართულებით 445 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კომიტეტის წევრების მხრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საკითხი დაისვა. კაკაურიძის განცხადებით, ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე კომიტეტსა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კონსულტაციები გაიმართება, რათა დოკუმენტში ყველა ის საჭიროება და მოთხოვნა აისახოს, რაც უსაფრთხოების მიმართულებით არსებობს. თბილისის მერ კახაკალაძის განცხადებით, ყველა მითითება, რომელიც მეგობარი აქტში იყო მოყვანილი, მხოლოდ სიცრუეს და ტყუილს ეფუძნება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს იმ შეკითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა 2026 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, საიდანაც საქართველოსთან დაკავშირებული მეგობარი აქტის შესახებ ჩანაწერი ამოღებულია. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან, რადგან ის განცხადებები და მუქარები, რასაც ვისმენთ წინა ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენთვის კატეგორიულად ჩვენ გვინდა მეგობრობა და პარტნიორობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი, განაცხადა კახაკალაძემ. სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ძლიერი ნაბიჯი ევროპული უფლებებზე ფოკუსირებული მომავლისკენ, წერს ზურაბიშვილი. როგორც ცნობილია, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის სასამართლომ გიორგი კინოიანი გასულ წელს დამნაშავედ ცნო. რუსეთის თანახმად მას ბრალად ედება უკრაინაში დაქირავებული მებრძოლობა. უცხოელები დუმან მიხვდნენ, რომ დამატებითი მტკიცებულებების შექმნეს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და მიხვდნენ, რომ თავადაც გაიშარნენ ამ ყველაფერში, როგორც თანამონაწილეების სახელმწიფო გადატრიალებისა, ამიტომაც დუმან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარტიების აკრძალვის შესახებ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მტკიცებულებები კიდევ უფრო გაბევრდა. შალვა პაპუაშვილის თქმით, ახლა ოპოზიცია იმაზე უნდა დაფიქრდეს, რაიმე სისხლის სამართლის დანაშაული ხომ არ აქვთ ჩადენილი. სარჩელს, რაც შეეხება უახლოეს მომავალში ამ სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვფიქრობ, რომ მყარი არგუმენტები გვაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა და მისი ბრენდის ქვეშ მოქმედი ჯგუფების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვოთ, აცხადებს პაპუაშვილი. ევროპარლამენტარების ვიზიტი ემსახურება მხარდაჭერის გამოხატვას ქართველი ხალხის მიმართ. რა თქმა უნდა, განვიხილეთ ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე სანქციების ამოქმედების აუცილებლობა. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბაკუჩავამ ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აქტიურად მუშაობენ, რომ უვიზო მიმოსვლა არ შეჩერდეს მოქალაქეებისთვის და შეეხოს მხოლოდ ივანიშვილს, მის გარემოცვას და პროპაგანდისტებს. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაციის წევრები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგაცია ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი აბირან გამყრელიძე Facebook-ზე წერს, რითაც დაკავებულ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს მხარდაჭერას უცხადებს. გამყრელიძე ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მონახონ ჩიხიდან გამოსავალი. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი დააკავეს. თბილისის საკრებულომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა აბულაძის დანიშვნას მხარი დაუჭირა, რომელიც მანამდე საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. როგორც აბულაძემ აღნიშნა, ის საკუთარ გამოცდილებას თბილისელების ინტერესებს მოახმარს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძემ საკრებულოს ხდომაზე 4 ოქტომბრის არჩევნებზე ისაუბრა და საკრებულოს დეპუტატებს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მინდა დამაჯერებელი გამარჯვება მოგელოცოთ, ეს დაუღალავი შრომის შედეგი იყო, მინდა წარმატება გისურვოთ, აღნიშნა აბაშიძემ. ამასთან მან კახა აბულაძეს მერის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ის ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს.
ევროკომისიის პრესპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ანიტა ჰიპერმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების ქმედებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან არის ინსპირირებული. ჰიპერის თქმით, ქართული ოცნების მხრიდან ვერბალური თავდასხმები რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბის სასოწარკვეთილი მცდელობებია. როდესაც ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როდესაც დამოუკიდებელ მედიას დევნი, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას იღებ მიზანში, როდესაც კანონების შეცვლა გჭირდება, რათა შენს მმართველ პარტიას ჰქონდეს უპირატესობა დემოკრატიის ენით არ საუბრობ. ეს არის ჩვენი მხრიდან ქმედებები. ყოველთვის ვგმობდით ძალადობის ნებისმიერ ფორმას, ასე რომ ამას მკაცრად ვეწინააღმდეგებით, მათ შორის ვერბალურ თავდასხმებს, რომლებსაც ქართული ოცნებისგან ვხედავთ და რომლებიც რეპრესიული რეჟიმის ჩამოყალიბების შენიღბის სასოწარკვეთილი მცდელობებია, განაცხადა ჰიპერმა. ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს 200,000 დოზა ფრანგული წარმოების 4 კომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამპებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპის შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა, აღნიშნულია ინფორმაციაში. წლების წინ რეკრეაციულ სივრცეებს ასხვისებდნენ, ჩვენ კი მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან გამოგვესყიდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, მიდგომა, რომელიც 2017 წლიდან მუნიციპალიტეტს გააჩნია, მომდევნო 4 წელშიც გაგრძელდება, მათ შორის ცალკეული უბნების დონეზე, რომ რაც შეიძლება მეტი გამწონებული არეალი არსებობდეს. წლების წინ იყო ძალიან ცუდი პრაქტიკა. პარკებს და სკვერებს ასხვისებდნენ, რომ იქ სამშენებლო სამუშაოები ეწარმოებინათ. 2017 წლიდან კი არც ერთი მსგავსი ფაქტი არ მომხდარა. პირიქით, ჩვენ მოგვიწია გარკვეული ხარჯების გაწევა იმისთვის, რომ რეკრეაციული სივრცეები და მსგავსი ტერიტორიები კერძო მეპატრონეებისგან დაგვებრუნებინა ქალაქისთვის. მსგავსი მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება, აღნიშნა თბილისის მერმა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. ევროპარლამენტმა ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის გადადგომის მოთხოვნის ორი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კერძოდ, მემარცხენეების შუამდგომლობის წინააღმდეგ ხმა 383 დეპუტატმა, ხოლო ევროპის პატრიოტების ჯგუფის წინადადების წინააღმდეგ ხმა 378 დეპუტატმა მისცა. ორივე შუამდგომლობის ავტორები ურსულა ფონ დერ ლაიენს ამერიკის შეერთებულ შტატებთან დადებული სავაჭრო შეთანხმების გამოაკრიტიკებდნენ. დღეს მიღებულ ხარდაჭერას ღრმად ვაფასებ, განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა კენჭისყრის შემდეგ. რუსულმა ძალებმა უკრაინას შაჰედის ტიპის დრონებით შეუტია, რის შედეგადაც დედაქალაქ კიევში მდინარის მარცხენა სანაპიროზე ელექტროენერგია მთლიანად გაითიშა და 9 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსები კიევში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენაზე მუშაობენ. სიტუაცია რთულია, მის მოგვარებაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული, დაწერა კლიჩკომ ტელეგრამ არხზე. მისივე ინფორმაციით თავდასხმის შედეგად დედაქალაქში 9 ადამიანი დაშავდა. რუსმა ოკუპანტებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა და ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით თავდასხმის რამდენიმე ოლქი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზელენსკის ინფორმაციით ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად გრძელდება კიევის, დონეცკის, ჩერნიკოვის, ჩერკასის, ხარკოვის, სუმის, პოლტავას და ოდესის ოლქებში, ასევე დნიპროში. ელექტროენერგიის აღდგენაზე მუშაობენ ზაპოროჟიეს, კიროვოგრადის და ხერსონის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სოფლიოს ერთად მუშაობით შეუძლია ადამიანები ამ ტერორისგან დაიცვას. საჰაერო თავდაცვის მომარაგებისა და სანქციების განხორციელებისას ჩვენ გვჭირდება გადამწყვეტი მოქმედება და არა ცარიელი სიტყვები. ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ევროპისა და დიდი შვიდეულისგან, ველითამ სისასტიკეზე პასუხს დიდი ოცეულისგან, ყველა მათგანისგან, ვინც თავის გამოსვლებში მშვიდობაზე საუბრობს, მაგრამ რეალური ქმედებებისგან თავს იკავებს, განაცხადა ზელენსკი. ისრაელის მთავრობამ დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ღაზას სექტორში ჰამასის მიერ დაკავებული 48 მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ამ გადაწყვეტილებით ძალაში შედის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მძევლების გათავისუფლება უსაფრთხოების დარღვევისთვის დაკავებული 2000-მდე პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარების ნაწილობრივი გაყვანა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპია. შეთანხმებას ხმა ისრაელის მინისტრების უმრავლესობამ მისცა, მათ შორის იმ მინისტრებმაც, ვინც ადრე მას
მას ეწინააღმდეგებოდა. შეთანხმების თანახმად ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორის ახალ ხაზებზე დაბრუნდება და შეინარჩუნებს კონტროლს ღაზას ტერიტორიის დაახლოებით 53% რის შემდეგაც დაიწყება 72 საათიანი ვადა, რომელიც ჰამასს ყველა მძებლის გასათავისუფლებლად მიეცემა. ჰამასმა ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ჰამასის სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიმ განაცხადა მის სიტყვებს როიტერსი და ალ-ჯაზერა ავრცელებს. გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშიშის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია, განაცხადა ალ-ჰაიმ. მისით მით შეთანხმების ნაწილია, რომ გათავისუფლდება 250 პალესტინელი, რომლებიც სამუდამო პატიმრობაში იმყოფებიან ისრაელის ციხეებში. ასევე გათავისუფლებული იქნება 1700 პალესტინელი ღაზადან, ისინი, ვინც ომის დაწყების შემდეგ იყვნენ დაპატიმრებული. ალ-ჰაის თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.